პირველ რიგში მოგესალმებით, ღმერთმა დააგლოცო და გაგახარო და ღვთის კურთხევა, წყალობა, სიკეთე ღმერთმა არ უმოყოთ ჩვენ ერთს, ჩვენს ქვეყანას უსამძიმრებთ თითოეულ თქვენთაგანს, ყველას თელ ჩვენ ქვეყანას უსამძიმრებთ დღევანდელ დღეს ამ უმძიმეს წუთებს და წამებს, სადაც ყველანი ერთად გავდივართ, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ახლა რომ მე ვერ ვიჯერებ იმას, რომ თუ ადამიანი საკუთარ თავს ქართველს ეძახის ან მართლმადიდებელს, მას ახლა ეს დღე არ ტკიოდეს და მისთვის უმძიმესი დღე არ იყოს და ყველას უსამძიმრებ ამ დღეს მარტო არა თუ მართლმადიდებლები დღეს ყველა ქართველი, ყველა სხვა რელიგიის ამსარებლებიც ამ დღეს ძალიან განიცდიან და ყველა განიცდის ესეთი ერთ-ერთი ესეთი ის იყო ახლა დღეს მამა ნათანელთან ერთად მოვიდი გადა ტელევიზიაში და მამა ნათანელი მიყვებოდა დღეს ეს ორი მუსლიმი ერთმანეთს ეკითხება ხვალდაზეგო მე ბაირამობა არისო და რაგვე ბაირამობა პატრიარქი გარდაიცვალა ანუ რა დროს ბაირამობა რა დროს ჩვენ დღეს წავთ სამ ხელ ადამიანი დაღუპო და გარდაცვლია იმდენად ტკივნეული არის თითოეული ადამიანისათვის ეს დღე და რაღაცა ეს ეპოქალური ადამიანი დღეს ფიზიკურად ჩვენთან ერთად აღარ იქნება ფიზიკურად მან ამ ქვეყნიური ცხოვრება დაასრულა. ალბათ ამ გადაცემაში ახლა მოსწო თქვენთან ჩემი დამოკიდებულება, ვიცი არაფრით ამ ტელევიზიაში არ მოვიდოდი დღესაც რომ პატრიარქის სიყვარული არ ყოფილიყო და თუნდაც თქვენი სიყვარული, პირადი სიყვარული არ მქონდეს, აი თვითონ თქვენი თანამშრომლის ის რასაც თქვენი ტელევიზია აკეთებს, მე ამას არ ვეთანხმებოდი არასდროს, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ეკლესიის წინააღმდეგ გადაცემები მზადდებოდა, თან ძალიან ბევრი გადაცემა გაკეთებულა ეკლესიის წინააღმდეგ და ბევრჯერ მივყური პატრიარქთან ერთად მინახავს ეს ტელევიზია, როცა აკეთებს და ეკლესიაზე ან საპატრიარქოს გადაცემას და სულ ამბობდა ხოლმე რომ უწმინდეს სულ ამბობდა ამას რომ რატო აკეთებენ ამას შემიშლებ ეს საპატრიარქო ხო ჩემიც არისო ანუ ეს საპატრიარქო რომ საპატრიარქო და მე რატომ ყოფენ ერთმანეთსაგან ეს საპატრიარქო ეს ჩემი გვერდზე ვინც ხო ჩემი დაყენებულია ჩემი არჩევანი არის ეს ყველაფერი და მას ამაზე ძალიან გული ტკიოდა მე ამიტომ მინდა თქვენცაც გითხრათ ეს ყველაფერი და ძალიან ბევრჯერ ამ ტელევიზიიდან მოგვისვენია პატრიარქის ლანცხვაგინება ზოგიერთი იერარქიისგან სასულო პირისგან ან ერის ადამიანებისგან ხალხისგან რომელიც პატრიარქს ან ეს მოხუცი რა დროს ამისისაა და გადადგეს ბარემ ბოლომდე და წავიდეს პატრიარქობიდან და ალბათ ფიქრობ თქვენს და ყველას მოსანანიებელია ეს და ყველა მინდა გაიაზროთ რომ რა ადამიანთან ქონდა შეხება და როგორ ადამიანს ვეხებოდით აი როცა ამაზე საუბრობდით აი იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამის გააზრება დღეს თვითონ ჩვენაგან იმიტომ რომ პატრიარქს უკვე ყველაზე ყველაფერი აპატიები აქვს როგორც ქრისტემ ჯვარცმის დროს ყველას ყველაფერი აპატია თავი ჯვარცმენებს პატრიარქი ვერასოდეს ვერავის გულის ტკივილს ვერ ჩაედებდა ანუ პატრიარქს არასოდეს მისი პირადი შეურაცხყოფა არ ტკიოდა. პატრიარქს ტკიოდა, როდესაც მის ეკლესიას ეხებოდა, მისი აშენებული ეს ეკლესია, მისი მან აი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აიბარა ეკლესია. თქვენც ხო იცით რომ აი თითქმის ეკლესიები ქალაქებში, რაიონებში არ იყო სასულო პირები რო ეღვაწა და პატრიარქის მოღვაწეობისთვის აღარ დარჩა არც ერთი რეგიონი, არც ერთი სოფელი, თითქმის რომ სადაც დღეს ღვთისმსახურება არ აღესრულება, სადაც დღეს ტაძრები არ არის, მღვდლები არ არის, ბუნებრივია ახლა ამდენ სამღვდელოებაში სულ არის ცუდიც და კარგიც, ხო? ჩვენს მეც პირადად ბევრები რამე დამიშავებია თითოეულ სამღვდელოებ პირს და ესა და ბუნებრივია, როდესაც აი თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, აი იმაზე კი არ უნდა იყოს ჩასაფრებული, აი ვიღაცა მღვდელი ამ ცუდ საქმეში გამოუჭედა, მოდი ამაზე ვილაპარაკოთ, აი ეს ხო ამ ახალგაზრდების იმას ანგრევს და სპობს, სულ ამბობდა პატრიარქი ერთხელ მახსოვს რომ პატრიარქმა ჟურნალისტები დაიბარა, როგორ მახსოვს ეს დღე ძალიან მახსოვს ეს ტელეჟურნალისტები დაიბარა და შემოკრიბა და ეს რამეს ეუბნება რომ აი ერთი რაღაცა მინდა ყველას გთხოვოთ პატრიარქმა და აწევთ მაინც გაითხოვოთ ძალიან კარგი იქნება რომ გადაცემა დაიწყეთო კარგი ამბებითო ნუ იწყებთ ამ დაძაბულობთ ხალხს ისედაც ხალხი დაძაბულიაო და ისედაც ხალხი განადგურებულიაო ამდენი თავის ოჯახში პრობლემა გაჭირება ამდენი პრობლემა და ეს და როცა თქვენцо გადაცემასო ცუდით იწყებთ ეს ხალხი კიდევ უფრო ისტრესებაო და ხო შეიძლებაო ჯერო დაიწყეთ რაღაცა ქვეყანაში ნუ თუ რამე არ ხდება კარგი ამ პირადი არ რაღაც არ მოხდა კარგიო ჯერ დაიწყეთო კარგი ამბების მოყოლაო და თუ ამაინ ცუდი ამბების მოყოლა ესო ბოლოში მოყევითო ნუ აკეთებდო ჯერო რასაც უყურებო გადაცემასო ჯერო ცუდი ამბებით იწყება და ხან დაძაბული რაღაც ხმით რაღაცა და მე ეს და არ გინდა თუ ეს იმიტომ რომ ხალხი ძალიან დასტრესილია ძალიან ძიმე მდგომარეობაში ხალხი და ესო გთხოვთო გაითვალისწინოთ აი და პატრიარქის ხმა არავის არ ესმოდა სამწუხაროდ ამას რომ პატრიარქი გთხოვდა ყველას ამაზე გვესაუბრებოდა პატრიარქი საუბრობდა სულეთ რამეზე პატრიარქი საუბრობდა სიყვარულზე მიტევებაზე პატიებაზე ერთმანეთის გატანაზე სულ ამაზე ლაპარაკობდა მისი უწმინდესი და არ ვიცი აი მართლაც აი თან ისეთ დროს გარდაიცვალა ეგეც ძალიან ნიშანდობლივია რომ ჯვრის თაყვანის ცემის დროს გარდაიცვალა მისი უწმინდესი პატრიარქი ამ კვირაში წავიდა ზუსტად ამ კვირაში გავიდა უწმინდესი მართლა მან ჯვარცმის გზა გაიარა გოლგოთა გაიარა და სულ ამბობდა უწმინდესი რომ რა თქვენი სიყვარულიო აი მე ამ გზას ვერ შევძლებდი რომ გამევლო ეს გზა იმიტომ რომ ძალიან რთულია პატრიარქის ჯვრის წარება არა თუ მარტო პატრიარქის ჯვრის წარება კი არა აი უბრალოდ მე მღვდელი ვარ წარუნდა მღვდლობის ჯვარი რო ატარო ღირსეო და სწორად ურთულესი გასავლელი ეს გზა თქვენ აი ვიღაცა მარტივად უყურებს ამ გზას ჩვენზე მხელა ბრძოლა მოდის ამას ვერც კი წარმოვიდგენთ აი რა ბრძოლას გავდივართ სულიერს ფიზიკურს ეშმაკი როგორ გებძვის რომ რაღაცა შეწომა ჩაგადეენოს დაგაშავებინოს რომ მე შენის სამოდელო გზა სწორი არ იყოს და ახლა მით უმეტეს ახლა ჩვენზე რომ ესა
პატრიარქს რა გზავს გამოვლი წარმოიდგინეთ. ახლა უბრალოდ აი თქვენ ხო მისულიერო შვილები ხართ, ხო ვიცი რომ ყველა ძალიან გტკივათ მიუხედავად ამისა, რომ აი უზარმაზარი ტკივილად თელ ჩვენს ქვეყანაში, თელ ჩენერში და მინდა რომ პირველ რიგში მინდა რომ ეს ყველამ გავიაზროთ. აი ეს მინდა რომ გავიაზრო რომ პატრიარქი აი თუ ვინმეს პატრიარქი გვიყვარს, მაშინ ის და გავაკეთოს, რასაც პატრიარქი მოგვიწოდებდა. თუ ვინმეს ქრისტე უყვარს, ის უნდა გავაკეთოს ქრისტე და ქრისტე მოგვიწოდა სიყვარულისკენ, პატივისცემისკენ. რაც შეეხება თქვენ კითხვას, როგორ იქნება დაგრძელოთ, ჩამოდით რა სოფლიო პატრიარქი. მე როგორც ვიცი, მისი უწმინდესობა ბართლომეოსი ჩამოვბრძანდება საქართველოში, მან ეს განცხადება გააკეთა და ჩამოდი საქართველოში. რაც შეეხება დაგრძელოთ, ძალიან ბევრი სტუმარი იქნება, ალბათ თუ ძალიან ბევრი ადამიანი ესტუმრება ამ პერიოდში საქართველოს და პატრიარქი, ყველას პატრიარქი იყო, გუშინ წინ დამირეკეს ჩეხეთის ყოფილი ეკლესიის მეთაური და ის მითხრა რომ ერთადერთიო თელ სოფლიოში ერთადერთი პატრიარქი ის იყო საქართველოს კათოლიკური პატრიარქი, როდესაც მე პრობლემები შემექნაო, ერთადერთი ვისაც მე გავახსენდიო იყო საქართველოს პატრიარქი, მე მან პატრიარქთან ჩეხეთის ყოფილი მეტროპოლიტთან ხატიც კი გამატანა რომ არ ინერვიულოსო, მე რა ყველას მე შეცდომოდა, მე მის გვერდით ვარო და ხატიც გამატანა, გამიშვა მასთან და ეს არავის არ გავუკეთებია, ამდენი მეგობარი მყავდა მეგონა ეკლესიაში, არავის გავსინამე არ გავუკეთებია, მარტო პატრიარქს გავახსენდიო. და რო ჩამოდიოდა ეს ჩეხეთის ყოფილი მეტროპოლიტი საქართველოში, პატრიარქი ყოველთვის მასპინძლობდა მას და ისევ პატივით იღებდა რა პატივიც მას მამაში ჰქონდა. ესეც იყო გამოხატავდა უწმინდესი და ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანს მის მიმართ აქვს უდესი იყო და პატივისცემა და ძალიან ბევრი ხალხი ჩამოვა მის დაგრძალვაზე. როგორც სინოდმა განაცხადა, იქნება სამებაში ჩატარდება წირვა კვირას და წირვის შემდეგ იქნება წესაგების სახურება და მე როგორ გადასვენდება უკვე სიონის საკუთარ ტაძარში. ამაშალ ბოლოს როდის გქონდათ თქვენი კომუნიკაცია უწმინდესთან, როდის ნახეთ ბოლოს? როგორც ვიცი, რამდენიმე დღის წინ იყო, ხო? არა, ბოლოს ნახე უკვე რეანიმაციაში ვიყავი მასთან. მე მამა ნათანელ და მამა ლუკა ბოლოს ზეთისხების სახურება ჩაუტარეთ, ზეთი ვაცხეთ მას ბოლოს მე წმინდა ნაწილები გამოვაბრძანე საპატრიარქოდან და მე წმინდა ნაწილები დავადე პირდაპირ და გულზე დავადე წმინდა ნაწილები, რაც საპატრიარქოში დავით გარეჯელის ეს მადლიის ქვა წმინდა გიორგის მუხლის ნაწილი და მამა გავრილის ნაწილი მე თუ მივიტანე და თვითონ მომიწემ წმინდა მამა ნათანელთან ერთად მე წმინდა ნაწილები დავადე მას იყო ბოლო ფიზიკურად მასთან ცოტა შეხება. რაც შეეხება ის როდესაც კარგად იყო უწმინდესი ბოლოს ნახე 1 მარტს ჩემ 17 წელი შემოსვლა ვლად კურთხევისა მართლმადიდებლობის ზეიმი იყო და მომიწია მასთან მისვლა და რაღაც არ ვიცი მაშინ რატომ მოხდა ეგეთი რაღაც არ ვიცი მასთან ვერ მივედი ვერ გავბედე რომ ისულიყავი იმ დღეს და მამები ყველანი რო გავიდნენ ეპისკოპოსები წორებოდი ჩემს კუთხეში ვიდექი თეთრი რო იარდო დგას კუთხეში ქვიდექი და იქით რაღაც ეს ათრამ არ გამიკეთებია და შორი და ვიდექი ეს ხილ და ყველაფერი თუ რამე ჩამიდენია ცოდვა რაღაცა ყველაფერს მის წინაშე ვამბობდი და აპატია მეთქი და რაღაცა დრო დაამშვიდობები ესეთი რამე გავაკეთე ბოლოს 1 მარტს იყო ეს ჩემ ვლად კურთხევის დღეს როცა ეს ფიზიკურად ბოლოს ესე ვნახე რა არას რეანიმაციაში არამედ ეს პირადად ეკო ჩემი მასთან ბოლოს შეხვედრა და მის მანამდე კიდევ შეხვდი მის დაბადების დღეზე, ანუ 4 იანვარს არ 5 იანვარს მომიწია შეხვედრა, იმიტომ რომ მამა ნათანელმა მთხოვა რომ რაღაც ესეთი რამე გავაკეთო საჩუქარი უწმინდესო და მოიფიქრეს ესეთი რაღაცა რომ აი ნინუცამ მთხოვა მის მეგობარმა რომ რაღაც ეს წერილები გავაკეთოთ პატრიარქს და მართლა ჩვენ და ტაძარში დავდით ეს დიდი ყულაბა და ხალხი მოდიოდა და რაღაც თავის პირად სურს ახლა ესეც ახლა ბოლო ანდერძებით იყო რაღაცა ყველამ თავის სურვილი რაღაცა პატრიარქს უთხრა და რაღაცა დიდ ყუთი დავდგი და ამ ყულაბაში ეს წერილები მოვათავსეთ ეს ყველაფერი და მე 5 იანვარს მის უწმინდესობასთან მივედით მე და მამა ნათანაელი და ეს წერილები წავუდგით ფიქრობთ ხოლმე 2 წელს წავუკითხავდი და მოჩვენეთ რომ პატრიარქი უზრუნველად იყო ძალიან და არ გაგვაჩერა და ეს წერილები ჩემ მამათან კითხულობდა წერილებს მე წავიკითხე რამოდენიმე წელი ძალიან დიდხანს ვიყავით მასთან ეს ბოლოს აი ძალიან დიდხანს მოგვიწია მასთან ყოფნა და რეაქცია ქონდა არა ისმენდა და ძალიან გახთან ისეთი წერილები ამოვიდა ყველა ისეთი კარგი იქნებოდა მე ჩვენ ყველა არ წავიკითხე რაც ამოვიღეთ აი ისეთი ერთი იყო მახსოვს ერთი 8 წლის ბავშვის წერილი იყო და ეუბნებოდა რომ თქვენო წესო მე რო გავიზდებიო თქვენთან უნდა მე თქვენთან უნდა მოვიდეო მე რო გავიზდებიო და მიყვარხარ და მინდა რომ გრიგოლ ხასელის ასაკამდე იცოცხლო ესეთი რაღაცა იყო და ანა ბავშვმა რა იცოდა გრიგოლ ხასელის ასაკი რაღაცა ესეთი სრული ქონდა ამ ბავშვს და ერთს ქონდა ეს დაწერო ჩემთვისო თქვენო წმინდესობაო თქვენ ხართო ჩემი საქართველო და რომ თქვენო ჩემთვისო საქართველო ხართ აი როგორ რაც არის საქართველო ის არის სახართო თქვენო ჩემთვისო და მინდა რომ ჩემი საქართველო დიდხანს ყავდესო რაღაცა და მინდა რომ ბევრჯერ მოგილოცდეს დაბადების დღე აი არა ეს ისეთი განცდა იყო და რაღაც არ ვიცი იმიტომ რატო გამოვედი ჩვენთან დიდხანს ვიყავით ძალიან თან არავის არ თქვა ხო აი გამოდიკვევს და დამთავრდა და ჩვენ თავდექი და გამოვით მე და მომულაპარაკობ რატო გამოვიკიდე ყოფილიყავით მეთქი იმდენად რაღაცა
მოწყობილები ვიყავით მასთან ამ ურთიერთობას 30 წელი ახლა მასთან გავატარე. ხო, ეს მინდოდა მეკითხო. 17 წლიდან ხართ უწმინდესის გვერდით, ხო? 30 წელი აი თქვენც აღნიშნეთ, ახლა გაატარეთ მის გვერდით. როგორ აღწერდით ამ 30 წელს და აი ამ წლებიდან რას გაიხსენებდით ისეც, რომელიც იყო, არ ვიცი, ყველაზე არ ვიცი, გამორჩეული, დასამახსოვრებელი. შეიძლება ყოველი დღე მასთან ურთიერთობის ესეთი იყო თქვენთვის, ამაშიც დარწმუნებული ვარ, მაგრამ აი გამორჩეულად მასთან დაკავშირებული ეს 30 წელი რითი გახსენდება ყველას. ყველა წუთი და წამი ალბათ ახლა ამ გადასახიდიდან ალბათ ისეთი არც ალბათ ახლა ამ გადასახიდიდან ყველა წუთი, ყველა წამი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემს აი ვერც კი უშუალოდ რაღაცა ეს უფრო ის იყო, ან ეს უფრო ის იყო, ვერაფრით აი ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთის მახსენდება გუშინ ზამთრის ბაღში ვიყავი შესული პატრიარქთან და იქ ზაბაღი აქვს იქ და იქ უნდა მიეღო ერთ-ერთი სტუმარი და მოგვიწეს ყვავილებს ყოველდღე ვალაგებინებდა ხოლმე, ყვავილებს შევდივდი ხოლმე, გადაგვალაგებინებდა ყვავილებს, სულ ეს ქონდა ხოლმე ყვავილების ადგილების მონაცვლეობა ძალიან უყვარდა ხოლმე ეს უწმინდესობას და იმ დღეს რაღაცა მოინდომა რომ ეს რაღაცა ძალიან ლამაზი ყვავილები რაღაცა წინა მხარეს ყოფილიყო, წინა მხარეს დაგვალაგებინეს ძალიან ლამაზი ყვავილები და მე უფრო ვახტანგი იყო, მაშინ მე უფრო ვახტანგი, მაშინ აღარ მახსოვს გდელი იყო თუ აღარ თუ მორჩილი იყო, აღარ მახსოვს თუ არა გდელი იყო მამა ვახტანგი, მე უფრო ვახტანგი. მაშინ გდელი იყო, ეს იყო მამა გიორგის ვიადაძე იყო და დედა ბარბარა და ეს იყო და ამ ყვავილებს ვალაგებდით და 1 საათ ნახევარზე მეტი მოგვიწევ ყვავილების გადალაგება, ეს გაყავს და არა ეს უფრო ლამაზი ბუდის უკან გადავდოთ, ეს გადმოდოთ ეს და ესე ვალაგებდით ამ ყვავილებს, ძალიან თხანს ვალაგებდით ამ ყვავილებს და მე როწმეს სავარძეში ჩაჯდა უწმინდესი და უცებ უყურებს ამ ყვავილებს და უყურებს ეს რამე 60 უწმინდესი რომ შეხედეთ ამ ყვავილებს, ეს ყვავილები როგორ ქართველებივით არიანო რა, ყველა ულამაზესიო, ყველა ერთმანეთს ნიჭიერიო, ყველა მაგრამ არავის უკან დგომა არ უნდა, ყველა სწორად წინ იდგეს და როგორ უნდა აყენო ყველა წინ ვიღაცა ხო ვიღაცა უკან და მოხდეს და ვერე გუიბიანო ვიღაცა უკან რო არის, აი მთელი ქვეყანა ერთ წამში უცებ შეაფასა ამ ყველაფერთ, აი უცებ შეაფასეს ეს ყველაფერი მთელი ქვეყნის ისა იყო აი ძალიან არ ვიცი აი ძალიან გამორჩეული საოცარი სიყვარული ქონდა აი არავის ალბათ არ ვიცი მიცის თუ არა ხალხმა ეგ საერთოდ აი ხშირად აი მომისმენია ხოლმე ზოგჯერ ეცე ეს პატრიარქი ამას აკეთებს და ვიდებდნენ ხოლმე სხვა იმას აი როცა ჩვენ პატრიარქს განეკითხავდნენ ხოლმე ძალიან ხშირად ისე რომ აი ნახე მას აი პატრიარქი ყავს ეს როგორ მოიქცა იქ ვიღაცას ხელი მოუსვა ვიღაცა ძიმე დაავადებულ ადამიანს და ესე და მე მახსოვს პატრიარქთან რომ მსახურობდი ჩვენ პატრიარქთან 8 წელი გავატარე მისი კლინიკა იყო 8 წელის განმავლობაში 24 საათი პატრიარქთან ვიყავი თითქმის 8 წლის განმავლობაში და ერთხელ მახსოვს დაგვავალა ესე შობიდან 10 დღეებამდე დღე აღარ მოსულ რა დღე იყოს და მაგრამ გახსნდა შობის შემდეგ მთელი თბილისის მათხოვრები შემოგვაკრებინა აი თბილისში ვინც კი მთხოვნელი არის ქუჩაში ეს ხალხი და ისინი მოგვატარა ეს ხალხი სულ ყველა შევაგროვეთ საპატრიარქოში თქვა რომ ძალიან ისეთი სტუმრები მომდისო ძალიან ძვირფას სტუმრები და როგორც აი უზადებენ რა სტუმრებს და მას თავის მომსახურე პერსონალი და იმით ეს დაიბარა ეს ხალხი და აი რაღაც სასწაულის უფრა გააწყო აი ძალიან მაგარი უფრა გააწყო და ერთ ჩვენი მეგობარია გიორგი წამალაშვილი ლომისელა და ოპერის მომღერალი და მასთან დედა ბარბარეს მასთან დაარეკნა და უთხრა რომ ძალიან ძვირფას სტუმრები ყავს და რომ მოხვიდეო შენო ისე რომ მომღერო ამათ ეს ოპერის ლასკაში ვიღერო და გიორგი და იქ რომ იმღერო ამათანო და გიორგი მოგონდა ის კარგად ჩაიცვიო ძალიან ისე მოდიო და გიორგი მას ეს პერანგი რაღაც ეს მომიმოემწოდა და თუ შემოვიდა რაღაც ძალიან ცუდი სუნი იდგა საპატრიარქოში მეგონა კანაზდაცია გასხდაო რაღაც ალბათ ვერცან და შევიდა და ნახე ეს ჩვენც იქ ყავდა პატრიარქი წარმოდი შვაში იჯდა აი ეს ყველანი ესე დამჯდა ჯერ ეს ხალხი რო შევეი საოცარი რა იყო იცით აი ეს თვალში ძალიან მოხვდა იმ დღეს ეს ხალხი რო შემოვიდა რომ დავშვიდა ამ სოფლას პატრიარქი ჯერ ჩამოსული არ იყო არავის არ დაუკარებია საჭმელზე ხელი აი ხო ძალიან მუშიებთან ესეთი ხო ისე უცებ გეწაკებიან უცებ ისე არიან აი ძალიან შეიძლება გამოგართოს ფული არ რაღაც არავინ არ გაკარებია საკუთრს ეს მოწესრიგებულად იჯდნენ ელოდებოდნენ პატრიარქი შემოვიდა დააჯდა ესენი ყველა დალოცა აკურთხა სულ და მე დაიწყეს ჭამა თა რო გუჭავდნენ ეს სწრაფად კი არ ჭამდნენ ყველა აი მოწესრიგე ყველა ესე მოწიწებით მორიდებით ხე მე იცეკვე სიმღერეს მომღერლები ყავდა უწუნდეს ამთან აი რაღაცა საოცარი განცდა იყო და ამას ახლა პატრიარქი არასო არ აშუქებდა აი რომ სანდოს მოგესმენდათ გავსინა მე გინახავთ სადმე ტელევიზიას დაედო საზან საპატრიარქოს ტელევიზიას სადმე Facebook-ს დაგვედო რომ იცი პატრიარქმა ეს სტუმრები მიიღო ამას ყველაფერს პატრიარქი აკეთებდა ძალიან ჩუმად ისე აკეთებდა ამას რომ ამას არავის არ აგებინებდა იმიტომ რომ ის ამათი ცხოვრობდა მე ყველა სათავე ჩაეხვდა თვითონ 100 დოლარი დაღოლიგა ყველას მე თუმეჭირე ეს ხელი ფულში და პატრიარქი აზრდა რომ მე ვიცოდი პატრიარქი და ესე სათითაოდ ყველას ესე და ყველა სათავთან ჩაეხვდა
აი მიუხედავად ყველა გულში ჩაიგრა, ყველას მოეფერა, იმიტომ რომ პატრიარქი ყველას პატრიარქი იყო, აი ყველას პატრიარქი იყო, ჩვენი ყველას мама იყო, არ ვიცი, აი კიდევ ჯერ ჩვენ კიდევ რა ცნობიერებთ, აი რა დანაკლისი გვაქვს. მე ვიძახი ფიზიკურ დანაკლისს, კი, ზეცაში ღმერთთან ეს ყველაფერი შეგვიძლია, ერთხელ მის უწმიდესობას უთხარი. პატრიარქი ძალიან ძიმედ იყო და რაღაც იქ საწულში წვა უკვე და იქ უთხარ თქვენ უწმიდესობთ, თქვენ რო საერთოდ რო არც საუბრობთ მეთქი და რო არც ლაპარაკობთ მეთქი, ისე თქვენ მეხამრდი ხარ მეთქი. ყველა პირველად ჯერ თქვენზე მოდის მეთქი და მე ჩვენზე მეთქი. თქვენ ახარ ჩვენი დაცვა, ყველაფრის დაცვა ხართ მეთქი, იმიტომ რომ თქვენ ამ ქვეყანას ძალიან იცავთ მეთქი. და უწმიდესობთ, მე რეც დავიცავ იქიდან. და მე მჯერა რომ ესე იქნება, მე რეც იქიდან დაგვიცავს და ესე იქნება მისი უწმიდესობა ეპოქალური ადამიანი, აი თქვენ კიდევ ვერ წარმოიდგინეთ როგორი ბედნიერები ვართ, რომ მის ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება. მის დროს მოგვიწია ვიღაცა ხო გრიგოლ ხასტელის დროს ცხოვრობდა, ვიღაცა ხო ილია ჭავჭავაძეს დროს ცხოვრობდა. აი ილია ჭავჭავაძის ვიღაცა ილია პირადად შეხებია, მაგრამ მასაც გავს როგორ ლანძღავდნენ და აგინებდნენ და რას ამბობდნენ, რომ გლეხებს ჩაგრავს, ესა იქცევა, ამას აკეთებს, ესე იძახდნენ. ყველაზე ესე აი მამა გაბრიელზე რაებს ყვებოდა ხალხი, რაებს ამბობდა, მაგრამ მამა გაბრიელი ამ ხელა რამე ჯერ ჩვენ ამ ხელა დასაყრდენია ჩვენი ეკლესიისთვის და ეს ორი ეპოქალური ადამიანი ერთ საუკუნეში იყო მამა გაბრიელი და პატრიარქი. მამა გაბრიელი სხვა ხასიათი და სხვა თვისებებით, პატრიარქი სხვა თვისებებით და სხვა ხასიათი. ეს ორი უდიდესი მამა ყავდა ჩვენს ერთ და მარტო ჩვენ არ თელ მსოფლიოს და გვახსოვს რომ პატრიარქი ყოველთვის იყო იდგა იქ სადაც ჩვენი ერი იყო. ყოველთვის არასოდეს პატრიარქი ერის წინააღმდეგ არ წასულა. არასოდეს აი იმიტომ რომ აი პატრიარქი ჩემთვის ასოცირდება როგორც იმ ბავშვთან თელ საქართველოსთან ასოცირდება და არ მე ვერ წავარმედგენია ხა როდესაც აი პატრიარქს ვინმე აუგზავნდა გეუბნებოდი გადაცემამდე აი ვინმე როცა აი პატრიარქი აი გულ სულ ისე მქონდა ხოლმე ხე ამას მივა როგორ ბედავ ენა რაღაც ისეთი შეგრძნება მქონდა სულ აი როგორ ბედავ მე კიდე ბოლო წლებში უკვე ესე დაუძლური პატრიარქს საერთოდ როგორ ლაპარაკობდნენ ადამიანები რაც რო ხედავ ჯერ აი სულ რო თავი და რაღაცა ხო უნდა ქონდეს ადამიანური რაღაცა ხო უნდა გაგაშის ადამიანს აი რო ხედავ აი მოხუც ბაბუას რო ხედავ ადამიანი ესე მოიხარ როგორც ეკელაპტარი ეკელაპტარს დაანთრო დადნება ესე დადნა ჩვენთვის თითოეული ჩვენთაგან აი ბოლომდე დაშვრა აი ერთი წამითაც არ დაზარებია ღვთისმსახურება სანამ შეეძლო უწმიდესობის მსახურება ის ბოლომდე მსახურობდა და ვიღაცები წენ ახლა წირვაზე არავიდა გადადგეს არ ვიცი რატომ ხო აი რატომ აი ხო ხდებით აი რატომ ეს მე უფრო დადებით მაგაზე რატომ ამას რატომ ამბობთ თქვენ გადაცემაში მინდა რომ ეს იმ ხალხმაც მოის ბოდიში გიხდი ან რატომ მინდა ეს რომ მინდა რომ იმათმა ითხოვონ ამის შენდობა, იმიტომ რომ მათთვის აუცილებელი, იმიტომ რომ თუ ამას ვერ გააცნობიერებ ადამიანი, იქ რო წარდგები მე რომ ჩვენ ყველანი უჭულად გარდავიცვლებით, ან ვინც აქ ავართ, უეჭველი გარდავიცვლებით, ჩვენ ამ სხეულს ყველა დავტოვებით. ჩვენ წარდგებით ამ მიუკერძობელი საჯულის წინაშე, ყველა წარდგებით მის წინაშე. და თუ ადამიანი ერთადერთი რაც ჩვენ გვაქვს ყველა ძვირფასი რაც ეკლესია მოგვწეს ეს არის აღსარება და სინანული. და თუ ადამიანმა სწორად არ შეინანა, ძალიან მძიმე იქნება ერთხელ პატრიარქმა მითხრა, მე სოწმოსო მითხრა მე იმას კი არ განვიცდიო, მე რომ ლანძღავენ და მე რომ თათხავენ, ამას კი არ განვიცდიო, მე უბრალოდ ძნელიაო პატრიარქის გამკითხულობა ძალიან ძიმედ ცუდაო, ჯერ უბრალოდ ადამიანი რო განეკითხო, ამ ჯურის წარება ძალიან ძნელია, უბრალოდ ადამიანის განკითხვა რო განეკითხაო, მის ცუდები შენზე გადმოდის, წარმოგიდგენდა. მით უმეტესო პატრიარქს რო განეკითხავ, ან სასრულპირსო, ამ ხელა ჯვარი როგორ უნდა ატაროთ, ეს ადამიანები ხო ჩემი შვილები და მეცოდებიან ამ ჯურის წარებისთვისო. ამიტომ ეუბნები, მე მას პატრიარქს თქოს ეუბნები, რომ პატრიარქს ეცოდებოდა ეს ხალხი, იმიტომ რომ ისინი ენანებოდა, იმიტომ რომ პატრიარქს უნდა ყველა ადამიანი სულით ცხონდეს. ჩვენ ხო მარადიული ცხოვრების შექმნილი ადამიანები ვართ ყველა, აქ ყველანი დროებით ავართ. და პატრიარქს იმას გეუბნებით, აღარ თქვენს, აი, მინდა რომ ამას თქვენს ყველამ გაიგოთ ესა. მინდა რომ აი ტელევიზიაში ეს ყველამ გაიგოს ესა. იმიტომ რომ დამაზიანებელია, გამკითხულობაზე საშინელება არაფერი არ არის. ეს უნდა რომ მეთქვა ბოდიში. მესმის მამაშალა თქვენი ემოციებიც მესმის ასე შემდეგ, თუმცა მაინც არ შემოვიყვანთ ამიტომ რომ მინდა რომ აი ესეთ ძიმე დღეს რაღაც აი ამას წარსულზე და წარსულის უთანხმოებებზე რაც არ ვისაუბროთ არც მოვიდოდი ან ბოდიში არ მოვიდოდი ან ამ ტელევიზიაში. მე რომ ეს რომ მქონოდა, მე ამ ტელევიზიაში არ მოვიდოდი. არ მოვიდოდი აქ. აი გეფიცები არ მოვიდოდი აქ, მაგრამ ზუსტად მაგიტო არ მოსვდა პატრიარქი აი ესე არ მოიქცეოდა. მე სხვა ხასიათი მაქვს. აი ზუსტად პატრიარქის სიყვარული თავი ახლა მოსული. მე ვიცი პატრიარქი როგორ მოიქცეოდა. მოხდებით, აი მაგიტო გემდო, ჩემი ხასიათი სხვა არის. პატრიარქის მაგიტო არ აქ, იმიტომ რომ ახლა და ახლა უფრო ვიაზრებ. ამას აი რა უნდა ვაკეთო ერთმანეთის. ახლა და უფრო ახლა მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტად მეხვდი ის ჩვენგან რა სიტყოდა. ამ სიყვარულს და მეთქეს პატივისცემას. თუმცა ვეცადოთ რომ დადებითი მოგონებები აუცილებლად კი. ესე ვთქვათ დადებითი მოგონებები მოვასმენინოთ მაყურებელს, სხვა
სხვა ტიპის, ავიც რაღაც ტიპის უთანხმოების დრო დღეს ნამდვილად არ არის დამეთანხმებით და თუ რაღაცა ამას მეკრებ ჩვენ გავარკვევთ ესე რომ ვთქვათ. კი ბატონო, მამაშალმა, თქვენ თქვით რომ 17 წლიდან ხართ პატრიარქის გვერდით, აი თუ გაიხსენებთ აი პირველ შეხებას და დღეს თქვენ რომ აი ამდენი წელი რომ სასულიერო ცხოვრებით ხართ დაკავებული, ამაში რა წვლილი აქვს თავად უწმინდეს? იყო მისი გავლენა დიდი რომ დღეს ხართ ვაკის თუნდაც მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესიის წინამძღვარი. პირველად უწმინდეს შეხვდი 90 წელს. პირველად პატარა ბიჭი ვიყავი მაშინ. მახსოვს პატრიარქი ჩამოვიდა, ჭყონდიდობაში ჩამოვიდა მის უწმინდესობა ჩვენთან, ჩვენ ეპარქიაში მაშინ. პატარა ბიჭი ვიყავი და მახსოვს დედა შემომცა წერილი, რომ გადამეცა უწმინდესის წერილი. ავტომატ 4 შვილში მე გავამარჩიე დედა ჩემო რომ მე გადამეცა პატრიარქის წერილი და მეც რაღაც ესე გამოძვირი ხალხში და მივედი პატრიარქთან და ეს წერილი გადავეცი უწმინდეს. დედა ჩემის წერილი, სამადლობელო წერილი გადავეცი მის უწმინდესობას და უწმინდესობა გამაჩერა და მანქანიდან გადმოაღებინა ლოცვანი. და ეს ლოცვანი მაჩუქა უწმინდესობა. პირველი ლოცვანი იყო ჩემ ცხოვრებაში, რომელიც მის უწმინდესობა მაჩუქა თავის ხელით ეს ლოცვანი მაჩუქა დილას აღამოს ლოცვები და ლოცვები ეწა მაშინ არ ვიცოდი რა იყო და მაშინ დავიწყებოთ ამის კითხვა, ოღონდ არ ვიცოდი როგორ კითხო დილა რო წამეკითხა ხან, უბრალოდ აი დღის ნებისმიერ მომენტში ავიღებდი ადგა პატრიარქის ნაჩუქარი იყო და ხან თლიანად წავიკითხავდი ყველაფერს ერთად, ხან რაღაცა შვადღეს ხან ნაწილს ავიკითხავდი, მე ესეთი შეხება მქონდა. მე ჩვენი ტაძრის, ჩვენი სოფელში, ჩემი სახლის წინაშე ტაძარი რომელიც აშენდა ჩემს სოფელში ბანძაში და ტაძრის საძირკველი აკურთხა მის უწმინდესობამ, ეს ტაძრის საძირკველი გიკურთხა უწმინდესმა და მაშინ მახსოვს მაშინ მამაჩიმა ფოტოაპარატი გვიყიდა მაშინ და ხეზე ავძვერი ზევით ნაძვის ხეები იყო და იქიდან ავძვერი და იქიდან უღებდი სურათებს. ჩვენ თო ბეჭდავდით მე ამ სურათებს ვაკეთებთ ხოლმე ჩვენი და ზევიდან ხიდან უღებდი ამ სურათებს და ზევით ამ ხეზე ვიყავ რომ იქიდან უღებდი სურათებს მე უწმინდესობას. მე უკვე ჩვენ სოფელში ჩამოვიდა. ეს იყო ჩემი პირველი შეხება ამ ადამიანს. მაშინ ვემთქვი ხელზე მაშინ შევიხე პირველად. მე უკვე სემინარიაში ჩავაბარე და უკვე სემინარიაში ჩავაბარე, მე უკვე ის უწმინდესობის სტიქაროსანი გავხდი მალევე. 3 დღეში ვისწავლე ხუცურის კითხვა. უცებ რაღაცა ძალიან ისე არ ვიცი რატო უცებ ვისწავლე კითხვა და მე ვიყავდი პატრიარქთან წლები ვიყავდი ზარებს 10 წელზე მეტი მომიწია პატრიარქი რომ მოდიოდა რომ და ზარებს ვიყავდი ხოლმე პატრიარქს რომ შემოვიდა ხოლმე პატრიარქემ სიონში და რომ გადიოდა ხოლმე სიონიდან და სტიქაროსის უწმინდესობა მე დავითნეოდი კიდევაც და ერთხელ მახსოვს მე დავითნეობაზე ერთხელ უწმინდესმა ექსალმონება წავიკითხე და რო შემოვედი მე პატრიარქს ლოცვა-კურთხევას ვიღებდით ხოლმე შიგნით რო შემოდით საკურთხეველში და შევედი უწმინდესმა მითხრა რომ იცი როგორ უნდა წაიკითხო ესე უნდა წაიკითხო რომ ჯერო შეუნდა გაიგო რას კითხულობო შეუნდა გესმოდეს რას კითხულობო მეერეო ღმერთს უნდა გააგებინო და ღმერთს უნდა ევედრო და ხალხი მას თავისთავად გაიგოს ხალხზე არ ეფიქრო თუ შენ გაიგებ და ღმერთს გააგებინებო რას კითხულობო მე ხალხიც გაიგებსო და შენ ხალხისთვის არ წაიკითხო შენთვის გაიგებ და ღმერთს გააგებინებო და ეს სულ მახსოვს რომ ამდენჯერაც მომიწევს ხოლმე ლოცვის საკითხვა სულ ეგ მახსენდება რომ აი ილოცე მამაშალო ილოცე ჯერ უნდა ილოცო უნდა თქო გაიგე რას ევედრები და რას თქო ღმერთს რაღაცა აი 30 წლობაში იმდენი რამის გახსენება შემეძლო რა აი ალბათ ერთი თელი კი არა თელი შეიძლება თელი სამი ყოსლები ყველაფერს გახსენებაში კი ბატონო სანამ გვაქვს ჯერჯერობით საეთერო დრო თუ კიდევ გსურთ რომ რამე ისეთი გამოვიდეს ერთადერთი სურვილი რაც მაქვს სურვილი არის რომ ახლა დიდი მარხვის პერიოდი შემოყოფებით ახლა ყველანი იცით რომ მაცხოვრი ჯვარცმისთვის ვემზადებით უდიდესი დღესასწაული უნდა მოვიდეს მე დიდი დღესასწაული აღდგომის წინვალე დღესასწაული უნდა დადგეს ეს უდიდესი დღე თან პატრიარქის გარეშე პირველად არ ვიცი პატრიარქის ეპისტოლის გარეშე ჩაივლის ეს პატრიარქის გარეშე უნდა ჩაიეროს ამ ყველაფერმა რაღაც ამ დღესასწაული მაგრამ მე მჯერა რომ პატრიარქი იქიდან შეგვეწევა დაგვეხმარა ჩვენ ქრისტიანები ვართ ჩვენ გვჯერა ერთი რამის ჩვენ გვჯერა მარადიული ცხოვრების ჩვენ გვჯერა იმისა ბრელს ვეუბნებოდი წინა შაბათს მიცვალებულთა შაბათი ყვახლაც მიცვალებულთა შაბათის სახურებას ვატარებთ ახლა და ესეთი რამე უთხარი ბრელსო ჩვენ ახლობლებთან გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო სხვა ურთიერთობას ვიჭერთ აი ნამდვილი ცოცხალი სიყვარული გარდაცვალების შემდეგ უფრო იწყება ადამიანთან სამწუხარო რეალობა მაგრამ მე უფრო ვიაზრებ და მე უფრო სხვანაირად დამოკიდებ იმიტომ რომ სულთა სულიერი ურთიერთობა იწყება უკვე ანუ ეს ხორცელი მდგომარეობა გადის გვერდზე და უკვე სულთა სულიერად ნამდვილი სიყვარულია მე იწყება ეს ნამდვილი სიყვარული შენსა და მას შორის აი ნამდვილი რეალური ყველაფრის გარეშე უკვე ყველა პირობის გარეშე ყველა იმედა და უკვე რეალურად გიყვარს და აი უკვე პატრიარქთან ჩვენ ამ მდგომარეობაში გადავდივართ უკვე აი ამას ვიწყებთ უკვე უწმენდას რომ უკვე მასთან უკვე სულიერი კონტაქტი უნდა შევძლოთ აი რაც ქონდა მანამდე ის ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს მასთან და მისი თხოვნა იყო ერთადერთი რამე სულ ერთადერთი რამე
ერთხელ მოხდა პანდემიის პერიოდში მას თხოვდნენ რომ განცხადება გაეკეთებინა რომ ხალხისთვის ეთქვა რომ ტაძარში არ მოხვიდეთ. რაღაც ეთქვა ესეთი რაღაცა გამოცხადდა. რავი, ყველა თანამდებობის პირებმაც პრემიერიც შედიოდა, პრემიერმაც თხოვა და ყველა თხოვდა, აიუნებოდა რომ აი ხალხი ძალიან სენი გავრცელდება, მოკლედ და ძალიან დიდი წეწოლა იყო უწმიდესმა ამის გამო და უწმიდესმა მაშინ უთხრა ეგეთი რაღაცა, მაშინ პრემიერიც იყო და მაშინდელი პრემიერი და ყველა იყუნა და ეს რაღაცა უთხრა მაშინ მათ მიმართა ეს რაღაცა უთხრა მაშინ მე თელი ცხოვრებაო ხალხს ვეუბნები ეკლესიაში მოდითო და ჩემ ბაგი და როგორ ამოხსნა რომ ტაძარში არ მოხვიდეთო. ამას მე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ თელი ცხოვრებაო მაგას მოსაყურებოდი რომ ხალხი ეკლესიაში მომიყვანაო და მე ვერ ვიტყვი ვერასოდეს ხალხი ეკლესიაში არ მოხვიდეთო. ამიტომ მისი სურვილი იყო რომ ყველა ქართველი, როგორც ახლა დაარაზმულია თელი ავი ღამე არ წყდებოდა ეს ხალხის ნაკადი და ესა და ეს სიყვარული წუნს ეს მისი სურვილი ეს არის რომ ხალხი ეკლესიაში იყოს, ეს ამ წიაღში იყოს, იმიტომ რომ ამ ეკლესიის გადარჩენა და ეკლესიის გარეშე ადამიანის გადარჩენა არის წარმოუდგენელი. ვერ გადარჩება ადამიანი ეკლესიის გარეშე ამ ლოცვის, მარხვის, ამ ყოველდღე თუ ადამიანმა ქრისტე არ შეიმეცნავდა. პატრიარქი ამის მსახური იყო. თელი ცხოვრება ამას ემსახურებოდა პატრიარქი. ამას მიუძღვნა პატრიარქმა თელი ცხოვრება. ამისთვის იღვაწა, ამისთვის იშრომა, ამისთვის თელი თავისი ცხოვრება დადო ამისთვის და მას საკუთარი თავი არ დაუზოგავს არასოდეს. და მე მინდა ჩვენმა ერმა გაიაზროს და ყველამ გაიაზროს რომ ჩვენ გვჭირდება, ყველა ჩვენთაგან გვჭირდება იმის გააზრება, რომ რისთვის იღვაწა პატრიარქმა, რა აკეთა პატრიარქმა. რატო მოვიდა ქრისტე, რატო განკაცდა ქრისტე, რისთვის ვიღაწეთ ყველამ. აი ამის გააზრება უნდა მოხდეს ყველა ჩვენთაგანაც ხრიდან. ამის გააზრება და მე ამას მოუწოდებ ყველას, ჩვენ მაყურებელს და ყველას, რომ აი რაღაც ამისკენ ყველანი ერთად წავიდეთ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოიცალეთ და გვითმეთ დრო და იყავით ჩვენთან სტუდიაში სტუმრად მამაშალვა კეკელიას უსმენდით დღის ამბების პირდაპირ ეთერში. ახლა